თართავს ამ ხელს. მაინც რა მოვისმინეთ დღეს გომელაურისგან პარლამენტში? დიახ, მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ჩვენ უკანასკნელი თვეები შეიძლება თელი ერთი წლის განმავლობაში დაგვავიწყო ვინ არის ბატონი გომელაური. ახლა გომელაურით ვიწყებთ საუბარს. ხშირად აღარც ვახსენებდით და ადრე მასთან დაკავშირებით ძალიან ხშირი საუბარი იყო მედია საშუალებებში. ბატონი ივანიშვილის დღემდე საუკეთესო პირადი მცველია, ხო? მისი ყველაზე ერთგული პირადი მცველი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად გაამწესა. და ერთგული მცველი, როცა ვამბობდი, ახლა შეიძლება მცველი ყავდეს 10 პირადი ან 7 და ამ 7-დან ყველაზე ერთგული ყოველთვის ყავს ნებისმიერ დაცვის ობიექტს და ასეთი იყო გომელაური და ახლა ის ყოველთვის დაიცავს არა სახელმწიფოს ინტერესებს, არა ხალხის ინტერესებს, ვისაც ხელისუფლება არსებობს. ვიმეორებ, ხალხის ინტერესს და ქვეყნის ინტერესს არ ატარებს ეს ხელისუფლება და რა გასაკვირია ივანიშვილის პირადი მცველი თუ შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობს ის არ იცავდეს სახელმწიფოსა და ხალხისა და ქვეყნის ინტერესს. არავის არ უქმნის ეს ხელისუფლება ვერასოდეს ვერ გამოსწორდება. ფუჭია, მე მგონი არავის აღარ აქვს ამის ილუზია. თუ კი რამე არის მისასალმებელი დღეის მდგომარეობით ვიდეო საუბრობთ არის ის რომ აღარავინ აღარ ფიქრობს რომ ამ ხელისუფლებისთვის შესაძლებელია კუთხეების დამგვალება, შესაძლებელია მისი გამოსწორება. ეს ხელისუფლება არის შესაძლებელი. ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, რომელიც პირდაპირ ახორციელებს კონსტიტუციურ გადატრიალებას. პირდაპირ კონკრეტულ მუხში წერია შავით თეთრზე რომ ნებისმიერი ხელისუფალი ქართველი ხალხისა ვალდებულია კონსტიტუციურად რომ უზრუნველყოს სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და აკეთებს საპირისპიროს. მე მგონი აქ უკვე ყველაფერი ნათელია ყველასთვის. ყველასთვის ვინც სოლიერი ცხოვრება დაიწყო. ამიტომ არა რუსულ კანონს, როდესაც საუბრობთ, უკვე პირდაპირ პროპორციულად ეს ნიშნავს არა ქართული ოცნების ხელისუფლებას. ერთი თემაც რომელიც ასევე ნათელია, მაგრამ ამაზეც მოვისმენთ თქვენს პასუხს. სამწუხაროა გამოძიება დაწყებული, ასე გამოეხმაურა გომელაური მაგალითად ელისაშვილის ცემას, ზოგადად თქვა რომ აი შეურაცხყოფდნენ მომიტინგების სამართალდამცველებს და ასე გამოიწვიეს და ასე შემდეგ. სრულიად ცხადია რომ ელისაშვილის შემთხვევაში ეს იყო პასუხი მდინარაძის სანაცვლოდ, აქციის მონაწილეთა შემთხვევაში რაღაც სადამსჯელო ოპერაცია. კი, ნამდვილად ეს არის კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც უბრალოდ ოლიგარქიული მმართველობის ფარგლებში შეიძინა სახელისუფლებო გამოვლენა. თითქოს რახან მინისტრებად და დეპუტატებად იწოდებიან, ეს არის ხელისუფლება. ესენი პოლიტიკური კატეგორიებით არ აზროვნებენ, არც აზროვნებდნენ არასოდეს. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მე ვშიშობ რომ ეს არ არის ბოლო ინციდენტი ალეკო ელისაშვილის მიმართ, ხო? და ამისი ალბათობა სამწუხაროდ არა, ანუ ზოგადად იმ რა დარჩენია ყველას მიმართ. ყველა კვეთრად დაპირისპირებული ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერის მიმართ ხელისუფლებას დარჩენია რა არგუმენტი, რომ საუბარში ან დებატებში დაჯაბნოს პოლემიკა არა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე დგანა მხოლოდ რობოკოპებზე, მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, მაგრამ ესეც ხომ უშრეტია, ესეც ხომ დროებითია და აი ეს დროც დადგა, როდესაც მათივე თავარი დასაყრდენის წარმომადგენლების ოჯახის წევრები ძალიან ბევრი მათგანი მე ჯერა რომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათთან საუბარში. ანუ ისმის ჩემი ხმა? ისმის ჩვენ კარგად ისმის. მე არ მესმის, მაგრამ გავაგრძელებ. გამოთქვამენ უკმაყოფილებას. რამდენიმე მათგანმა საჯაროდ გამოთქვა უკვე მათი დამოკიდებულება და ჯერა რომ 80% აი ამ დეპუტატების, ქართული ოცნების, პროკურორების, სპეცნაზელების, პოლიციელების, მათი ოჯახის წევრები იტყვია გადამწყვეტ სიტყვას ამ პროცესში. ყველა ხვდება, რომ არავის არ გჭირდება აქ და არ გვინდა გარუსება. არავის არ გჭირდება სახელმწიფოს დეგრადაცია, სახელმწიფოებრივი ნიშნების კვალის წაშლა საერთოდ. და ამას ვერ შეხედავს ვერც ერთის დედა, ვერც ერთის მამა, უმრავლესობა მათგანის უმრავლესობის უნდა უპასუხო. ალო, არ მესმოდა, მოდიში. ჩაკონებული ვარ. რომ ხა იმედია გესმით. მე არ ვიცი თქვენ ჩემი ხმა ისმოდა. ძალიან ბევრი ოჯახის ხო, ნიკა, ხო.
ბევრი პროკურორის, სპეცნაზელის, პოლიციელის, დეპუტატის ოჯახის წევრები ასე გულხად აკრეფილნები ვეღარ იქნებიან და მე ჯერა რომ ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან. მე ხარ ქართული ოცნების წარმომადგენელი რო ვიყო და დეპუტატი რო ვიყო და გომელაურის ადგილზე რო ვიყო და ვაკეთებდი ან სპეცნაზელი ვიყო, ვაკეთებდი იმას, რასაც ისინი აკეთებენ. ხო, დედაჩემი და მამაჩემი აუცილებლად ხმას აიმაღლებდნენ. ჩემს წინააღმდეგადაც. ჩემი დაც და ჩემი სხვა ოჯახის წევრებიც და ჩემი შვილიც თუ ის პატარა არის უბრალოდ მე ამაში ეჭვი არ მეპარება რომ ასობით დედა და ასობით ქართული ოცნების ჩინოვნიკის ოჯახის წევრები უკვე დიახაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას ვიღოთ თქვენ გამოთქვამენ მათ მიმართ ისინი ოჯახებში ბრუნდებიან დიახაც ეს არის გამარჯვების შვიდობიანი გამარჯვების უებარი გამოსავალი საზოგადოებრივი დიახაც ოჯახური მეგობრული მეზობლური წნეხი აი ამ ნაწილობრივ ტყვეობაში მყოფ ადამიანებზე ნიკა იმედი მაქვს გესმით ჩემი აუცილებლად უნდა მოვასწროთ ტყვეობა ვინაიდან მომავალ აქციაზე საუბარი ამიტომ გაგაწყვეტენ ფულს თამარ აქ არ არის მხოლოდ რუსული ინტერესი, რა თქმა უნდა, რუსული ინტერესია, მაგრამ საუბარი რომ კონდეს დრო, რადგან ვერ გაწყვეტინებდით, ვიდრე ჩვენი ხმა არ გესმოდათ. შესაძლოა უკვე ტრაფარეტულ კითხვად იქცა, როცა ვამბობთ, აი რუსული კანონი და პროტესტის გეგმა. გითხარით, ოპოზიციაში კონსულტაციები რამდენად აქტიურია, ვიცით ერთობლივი გეგმის შესახებ, მეორე მოსმენას დამთხეული პროტესტის შესახებ. ეს პროტესტი და ამ პროტესტში ოპოზიცია იქნება ორგანიზატორი თუ იქნება ერთ-ერთი აქტორი? მე პირადად გონია რომ იმაზე ეფექტური გეგმა, იმაზე ეფექტური სამოქმედო ნაბიჯები, რომელიც თავისთავად გაიწერა უკვე და ეს ყველაფერი გულისხმობს ყოველდღიურ დაუღალავ დიახაც პროტესტს სხვადასხვა ფორმით. ყველგან და ყველასთან. ამაზე უკეთეს გეგმას ვერავინ ვერ შეიმუშავებს. ერთადერთი ჩემი და ჩვენი პარტია ახალის წარმომადგენლების ნიკასი, ჩემიც ხშირად საუბრობთ ეხლა რა თქმა უნდა. გამოსავალი ჩვენთვის არის ხალხმრავალი, მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი საპროტესტო გაუთავებელი შეუჩერებელი აქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ვინაიდან ჩვენთვის არ არის ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ხო? და მე ქვაქვაზე აღარ დარჩენია ეს არ არის ხო ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის განვითარება პროგრესი ვიცით რომ მოწინააღმდეგე არის ძალიან ვერაგი ის ყველაფერზე ასე ხელის მომწერია და სახელმწიფოს სიამოვნებით გადაჩეხავს უბსკულში რომ მიეცეს შესაძლებლობა ამიტომ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ და მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე ჩვენ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ვიხილავთ გაცილებით მეტ საქართველოს მოქალაქეს შვილებთან და მშობლებთან ერთად, ყველანი ერთად ოჯახებით, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. ოღონდ ხაზგასმით ვამბობთ, აი ეს იქნება ის წერტილი, საიდანაც უკვე დაიწყება, მე ვფიქრობ, ძალიან მშვიდობიანი პროცესი ხელისუფლების სულილებისა. დიახაც, ჩემთვის არჩევნები, რა თქმა უნდა, აი, ამაზე მინდოდა მეკითხა ნიკა, ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციონირებას ამ თემაზე, რა 5 თუ 6 საერთაშორისო მედიას მისცა პრეზიდენტმა ინტერვიუ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში და ის ხშირად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ახლა ესკალაცია არ უნდა მოხდეს ვითარების და ყველაფერი უნდა მივიდეს არჩევნებამდე, როდესაც მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის. ეთანხმებით თუ არა სწორედ აი არჩევნებზე აქცენტს. და დასავლურ თავარი არის ჩემის აზრით, შემდეგი რომ დასავლურ სამყაროსთან მყარი პარტნიორობა არის ძლიერი ქართული სახელმწიფო საწინდარი და ამას ყველა ხვდებით. ამას ყველა ხვდებით. ბევრი ქართული ოცნების მახე წინასწარ არის დაგებული, ჩვენს მიერ გათვლილი და კიდე იქნება, რა თქმა უნდა, გათვლილი და აქედან უბრალოდ ქართული ოცნება გამარჯვებული ვეღარ გამბოა. რაც შეეხება ახლა იმ წინადადებას, რომელთაც ქალბატონი ზურაბიშვილი გამოდის, უკვე რა თქმა უნდა, პარტია ახალი ყველა იმ გეგმას, ყველა იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს დაუჭერს ხარს, არა მხოლოდ იქნება აქტიური მონაწილე, ვინაიდან გადაჭარბების გარეშე მაპატიეთ ახლა რომ პარტიაზე მიწევს საუბარი, პარტია ახალი ამიტომ შეიქმნა, დიახაც რომ ითამაშოს ისტორიული როლი
სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და რა თქმა უნდა, აი ამ კონტექსტში თუ კი საჭიროება მოითხოვს, რომ მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილება, ამ განსხვავებულ გადაწყვეტილებას ჩვენ რა თქმა უნდა ხას არა დავუჭერთ, არამედ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ბურჯი, ოღონდ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს ადვილად გასაგები ყველასთვის, რომ ეს კეთდება შედეგის, ანუ რეზულტატის მისაღებად და არა უბრალოდ ვიღაცის მიერ პარლამენტში ნაბიჯის წინ შეთქმის ცდილობის განხორციელება. არა, რა თქმა უნდა, ამაზე კონსულტაციები გაიმართება მომავალში, მაგრამ მანამ სანამ ეს ყველაფერი გაიმართება, ჩვენი სახლიც, სამსახურიც, არ ვიცი, თეატრიც, სალექციო დარბაზიც, საკლასო ოთახიც, ყველაფერი ეს გადმოტანილია რუსთაველის გამზირზე და ამ ყველაფერს ვერავის ვეღარ აუგზავნოს, ვერც ვერასოდეს აუგზალია წარსულში და ვერც ვერასოდეს აკრძალოს მით უმეტეს ახლა და დიახაც ამაყები ვართ თანამედროვე ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, რომ გვიწევს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან შანსი გვაქვს, რომ განვამტკიცოთ ერთხელ და სამუდამოდ ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი საფუძვლები გამყარდეს, რომელსაც პირდაპირ აი ფუნდამენტში და საძირკველში ურტყამს მიზანმიმართულად რუსი ივანიშვილი და სხვები კიდე მისი უახლოესი გარემოცოთ. ჩვენ ვაკვირდებით ხო, რა კანონ პროექტებს კანონად აქცევენ. ეხლა წარმოუდგენელია ოფშორული სივრციდან გადმოვაქვთ კრიმინალური საეჭვო წარმომავლობის თანხა ისე და არა მხოლოდ თანხა საქართველოში თავისუფლებიან დაბეგვისგან, იმპორტის გადასახადისგან, ამას რო თავი დავანებოთ, ვერასოდეს ვერ გააკონტროლებს ვისი თანხა შემოვიდა და ვისი თანხა რამიზდებისა და ამოცანების შესაძლებლად იხარჯება და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერში ამ კანონის მიღების შემდეგ ბიზინა ივანიშვილი თავადაც აპირებს და მისი გარემოცვა რომ ხეირი ნახოს და ასევე ხთამი აიღოს რუსი ოლიგარქებისგან, რომელთა ასე ქონება თანხა ინახება ოფშორულ სივრცეში და იქ შეექმნათ დამატებითი პრობლემა მონიტორინგი ძალიან თემაზე ოფშორზე ვცვლად ვისაუბრებთ ძალიან ჩვენ გადაცემის შემდეგ ნაწილში ბოლოს მოვასწროთ სააკაშვილის ბოლო ინიციატივაზე 20 წუთის წინ დაიდო მისი პოზიცია, რომ ის ამბობს, რომ ერთიანობა ნიშნავს არჩევნებზე საერთო სიას და პარიტეტული პრინციპით აქ ყველა ძირითადი პროევროპული ძალა უნდა გაკეთდეს არჩევნო ნომერი, შემთხვევით წესით შეიძლება შეირჩეს და ასე შემდეგ. თქვენი პოზიცია გითხარით ამ ინიციატივაზე, ან თუ აპირებთ საერთოდ ამ ტიპის კონსულტაციებში შესვლას? პარტია ახალის ჩემი ნიკასი თუ ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა, თუ ვინმეს ერთობის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა მასშტაბის მონაწილეობა მიგვიღია, დიდი ნაწილი ასეთი ადამიანებისა არიან პარტია ახალში და ვფიქრობ ჩვენ არათუ ვიზიარებთ მსგავს ასე ვთქვათ იდეის დონეზე, არამედ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განვიხორციელებია, რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილის წინადადებას, არ ვიცი, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, მე ვფიქრობ, რომ საუბარი ჩემი მხრიდან ეხა ნაციონალურ მოძრაობაზე, ეხა იგივე მერაბიშვილზე, სააკაშვილზე, კეზერაშვილზე, ახლა ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად უადგილო. მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ იქნება და ასე ელექტორალური ერთობა, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა შეიძლება რიტორიკულად ჟღერდეს მიმზიდველი ნაწილი საზოგადოებისთვის, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც მათ შორის საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია როგორც სუბიექტი ჩემი შეფასება ასეთი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, ვინაიდან მე ვჯერა რომ ეს იქნება ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმის არც უცდელობა, არამედ განხორციელებული წინგადადგმული ნაბიჯი. სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ეს სხვა საკითხია. კეთილი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ნიკამელია პარტია ახალის ყველას და გამძლეობა ყველა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნიკამელია ახალის თანათავმჯდომარე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მან ახსენა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი და სწორედ ამაზე საუბრით გავაგრძელებთ ახლა ჩვენს გადაცემას. 3 დღეში ჩატარებული 3 კომიტეტი, 3 სესია, 3 მოსმენით